მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები და საკმაოდ საინტერესო კვირა გქონდა მინდა კვირის აქტუალური თემატიკა ჩვენ ფაქტიურად ყოველდღიურად მოვიხილეთ, თუმცა ამ კუთხით ასევე განსაკუთრებულად გამორჩეული და აქტიური იყო გუშინდელი დღე. მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ვნახეთ გუშინ თუ რადონზე აღინიშნა ბათუმშიც ძალიან საინტერესო ღონისძიებებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეკონომიკის განვითარების განვითარების მინისტრის მონაწილეობით და მართლაც მნიშვნელოვანია ამ პროფესიის კიდევ უფრო მეტად დაფასება. ამავდროულად საინტერესო სიახლეები უკვე საფინანსო სექტორიდან უნდა აღინიშნოს, რომ კვლავ ეროვნული ვალუტის გამყარების კვალდაკვალ საქართველოს ეროვნული ბანკი ძალიან წარმატებით ახორციელებს სავალუტო რეზერვების შეძენას და ამ წარმატებას ყოველთვის ხაზს უსვავს ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდი Business Insiders ჰქონდა ექსკლუზიურად შეფასება საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გამოტანილი და გავრცელებული ამ კუთხით, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ძალიან ხაზგასმით კიდევ ერთხელ აღნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკის როლს. ამ თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გვაჩვენა თუ რას ნიშნავს იუველირული სიზუსტით მოქმედება ვალუტის კურსთან მიმართებაში, ინფლაციასთან მიმართებაში, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან მიმართებაში თუ ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ფაქტები სახეზეა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და კრიტიკოსები რომ თქვა, რომ მანამდე დიდი არგუმენტებით გამოირჩეოდნენ, ვერ ვიტყვი ასე, მაგრამ ახლა საერთოდ რაზე შეიძლება ეროვნულ ბანკთან მიმართებაში ნეგატიურ ჭრილში ვისაუბროთ, აი ეს კიდევ უფრო მეტად საკვირველია. ყოველთვის შეიძლება რაღაც მოფიქრება, მაგრამ რა თქმა უნდა, არც ერთ შემთხვევაში პროფესიულ დონეზე და კვალიფიცირებად, ვინაიდან ჩვენ ეროვნული ბანკის მხრიდან ვხედავთ ძალიან კვალიფიციურ მიდგომას ყველა მიმართულებით თითოეულ ამ საკითხთან მიმართებაში და აი შეგვიძლია ძალიან მარტივად ვნახოთ უახლესი მაჩვენებლები და პლუს უახლესი შეფასებაც. პირველი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ ამ კუთხით ვხედავთ საქართველოს ეროვნული ბანკის მაისში შეძენილი რეზერვების მაჩვენებელს, შესყიდვების განხორციელება იყო სარეკორდო 633 მილიონამდე, რომელიც შეგვიძლია ვნახოთ ციფრობრივი მაჩვენებელი 633 მილიონი $100 თითქმის შეიძინა მხოლოდ მაისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და კიდევ ერთხელ გვაჩვენებს სარეკორდო მაჩვენებელს ამ თვალსაზრისით მოგეხსენებათ ჩვენ ყოველთვის რეზერვებთან დაკავშირებით ხაზს ვუსვამდით ეროვნული ბანკის მოქმედებას და ეს ყოველივე კიდევ ერთხელ ხდება სწორედ ეროვნული ვალუტის გამყარების კვალდაკვალ და მე აღვნიშნე შესაბამისად თუ როგორია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება, მათ შორის 2025 წელს ეროვნული ბანკის მოქმედებებთან დაკავშირებით, იგივე რეზერვების პოლიტიკასთან მიმართებაში, ჯამში ჩვენ ამ წუთას ჩვენ ვისაუბრეთ მაისში არსებულ შესყიდვაზე, თუმცა ჯამში ჩვენ ვხედავთ რეზერვების სარეკორდო რაოდენობას, რომელიც უკვე საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ამ შემთხვევაში შესყიდული და დაგროვებული. ვნახოთ შემდეგი გრაფიკა 2025 წლის ნაწილი ამ შემთხვევაში, როდესაც საუბრობთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი როგორ აფასებს ვითარებას, საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად გაზარდა რეზერვები და მოგეხსენებათ, რომ არსებობს ადეკვატურობის აღიარებული სტანდარტები და უნდა აღინიშნოს, რომ ადეკვატურობის აღიარების მაჩვენებელი ჯერ კიდევ 2025 წელს გაუტოლდა ამ თვალსაზრისით და რეალურად საუბარი ახლა უფრო მეტ სარეკორდო მაჩვენებელზე. შემდგომი გრაფიკა, სადაც უკვე გადავინაცვლოთ უკვე 2026 წლის მიმართულებითაც და მანამდე აღვნიშნოთ, რომ სავალუტო რეზერვების აღდგენას ძირითადში რამ შეუწყოხალია საკითხები, რომელზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ხოლმე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მომსახურების ექსპორტის ძლიერი ზრდა, ვიდრე ოქროს ნაწილზე გადავალთ და მომსახურების ექსპორტის ნაწილში აუცილებელია აღინიშნოს IT სერვისების ნაწილში განსაკუთრებით გაზრდილი ექსპორტის მაჩვენებელი, რა თქმა უნდა ტურიზმის სექტორი მნიშვნელოვანი ნაწილია და ოქროს ფასების მატება ბუნებრივია ეს იყო კიდევ უფრო ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩვენ გვახსოვს ოქროს შესყიდვასთან დაკავშირებით, როგორც სარეზერვო საშუალებასთან დაკავშირებით, ოქროს შესყიდვას რამხელა ნეგატიური ნაწილი მოყვა, თუმცა რა მოხდა რეალურად, სწორედ მიჩნეულია, რომ ოქროს ფასების მატება ამ შემთხვევაში
იყო და არის დამატებითი ბენეფიტი ამ შემთხვევაში რეზერვების ჭრილში და რა თქმა უნდა ცალსახად ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესი. ხედავთ ასევე ეროვნული ვალუტის მიმართ სანდოობის ზრდას, როგორც ცესხების მიმართულებით, ასევე დეპოზიტების ნაწილში, რაც ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია, საქართველოში ეროვნულ ვალუტას ენდობიან და ბუნებრივია, ეს არის განსაკუთრებით სწორედ ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკის დამსახურება და კიდევ ერთი გრაფიკა შემდგომი, სადაც უკვე ჩვენ ვისაუბრებთ ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების ნაწილში გაძლიერებულ ნდობაზე, რომელსაც უკვე 2026 წლის დასაწყისში მოყვა ევრობონდების რეფინანსირება, წარმატებული რეფინანსირება და მოგეხსენებათ, რომ ევრობონდების წარმატებული რეფინანსირება კიდევ ერთხელ არის აღიარება ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის და ქვეყნის აღიარება მთლიანობაში, რომ ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანია და სტაბილურია ინვესტირება, ამ ქვეყანაში მომგებიანია ინვესტირება და ჩვენ ინვესტიციებთან დაკავშირებით ასევე საკმაოდ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, საკმაოდ ხშირად ვამახვილებთ ყურადღებას ამ ნაწილს. და როდესაც ინვესტიციებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, ცხადია ინვესტიციები გვესმის რამოდენიმე მიმართულებით, ინვესტიციების მომგებიანობა გვესმის რამოდენიმე მიმართულებით და ყოველთვის ხაზს უსვავთ საინვესტიციო საინტერესო დარგებს და სხვა შორის ელექტროენერგია და ენერგეტიკა ზოგადად მიგვაჩნია, რომ საინვესტიციო ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად საინტერესო დარგია. უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროენერგიის და ზოგადად ენერგეტიკის სექტორის მიმოხილვას ჩვენ განსაკუთრებით ყურადღებას უთმობთ ყოველთვის, არაერთხელ კერძო სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები აქ ჩვენთან ეთერში საუბრობდნენ სწორედ ენერგეტიკის სექტორთან დაკავშირებით და უპირატესად ანალიტიკური მასალა, რომელსაც ჩვენ ვეყრდნობით, არის სწორედ გალთენ თაგართის მიერ შემუშავებული და მოწოდებული ანალიტიკური მასალა. დღეს გვინდა, რომ სწორედ გალთენ თაგართის კვლევების დეპარტამენტის სექტორის ხელმძღვანელთან, სექტორის უფროსთან, მარიამ ჩახვაშვილთან ვისაუბროთ. მარიამ, მოგესალმებით და მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში მობრძანებისათვის. თქვენს უახლეს კვლევაზე, ახალ პუბლიკაციაზე გვინდა რომ ვისაუბროთ ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში მაისის 2026 წლის მიმდინარე წლის მაისის მაჩვენებლებია. თუ შეიძლება რომ გითხრათ ძირითადი მიგნებები, რაც უახლეს პუბლიკაციით იკვეთება. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. დიახ, ჩვენ ყოველთვიურად ვუყურებთ ამ სექტორს, რამე თუ აქტიური ცვლილებები ხდება, საინტერესო დინამიკა არის და ამიტომ ყოველთვიურად გვაქვს ყოველთვიური პუბლიკაცია. თითქოს გვინდა ხოლმე რომ გავასტანდარტიზოთ ეს დოკუმენტი და ერთი და იგივე ფორმატით ვაკეთებთ, მაგრამ იმდენად საინტერესო არის სექტორი, იმდენი რაღაც ხდება, რომ ჩვენც გვგონია, რომ ახლა მაისი განსაკუთრებული თვე იყო, იმპორტის პერიოდიდან გადავედით ექსპორტის პერიოდში და საკმაოდ საინტერესო იყო ამ ერთი თვის მიმოხილვის მომზადებაც კი. ჩვენ ესე იგი ვხედავთ, რომ მაისი ზოგადად არის საექსპორტო თვე, ანუ საქართველოს აქვს ესეთი ჰიდროგენერაციიდან გამომდინარე ენერგეტიკაში არის ესეთი მოცემულობა, რომ ზამთარი, ანუ აგვისტოდან, სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდი არის დეფიციტური, გვაქვს იმპორტი და საკმაოდ დიდი, ანუ 8 თვე არის დეფიციტური და მხოლოდ 3 ან 4 თვე, მაისი, ივნისი და ივლისი ან და ზოგიერთ წლებში აგვისტოც გვაქვს საექსპორტოდ. ამიტომ მაისის ექსპორტს ყველა დიდი დეველოპერი, პოტენციური ექსპორტიორი ელოდებოდა. მაისმა მოგცა ესეთი მოცემულობა, რომ თურქეთში ფასები, ან თავარ საექსპორტო ბაზარზე ფასები იყოს მნიშვნელოვნად დავარტილი. იყო დღეები, როდესაც 0-თან ახლოს იყო ფასი. ანუ საშუალოდ რა შევხედათ, 2 ცენტამდე იყო თურქეთის ბაზარზე ფასი. მაშინ როცა ექსპორტიორები, როდესაც ექსპორტს აკეთებენ, იხდიან სხვადასხვა მოსაკრებლებს, მაგალითად გადამცემის სისტემის ოპერატორის მოსაკრებელს, გარანტირებული სიმძლავრის მოსაკრებელს, რაც ფაქტიურად ახლოს იყო ამ 2 ცენტთან. გამოდის, რომ რაღაც დღეებში და მთლიანობაში გათხოვს, რომ აკეთებდა დეველოპერი, დიდად არ უღირდა ექსპორტის გაკეთება. სწორედ ამიტომ ექსპორტის რიცხვებში ვხედავთ მნიშვნელოვან კლებას. ანუ ეს ფინანსური ნაწილი არის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რამაც შეამცირა. ანუ აღარ იყო ექსპორტი მომგებიანი დეველოპერებისთვის, ამიტომ არ გააკეთეს გადაცემის ხარცაც შეიძლება ვერ ფარავდა. რაღაც თვეებში, რაღაც დღეებში და ხა ეს ხო
მაინც საპროგნოზო არის წინასწარ წყვეტენ დეველოპერები და რა შეხედეს, მაინც მიხვდნენ, რომ ზოგიერთმა თავი შეიკავა ექსპორტისგან, როდესაც სხვა წლებში აკეთებდნენ ექსპორტს და ჩვენ ნახეთ, რომ სულ რაღაც 36 გიგავატ საათის ექსპორტი გაკეთდა და მხოლოდ 4 ექსპორტიორი კომპანია იყო, ვინც ექსპორტი განახორციელა. ამ 4 კომპანიასაც აგრეთ წოდებული TDA აქვთ, ანუ გრძელვადიანი ექსპორტის ხელშეკრულება აქვთ და ჩვენი ვარაუდით მათ აქვთ რაღაცა გარკვეული გრძელვადიანი კონტრაქტები თურქულ მხარესთან. ანუ წინასწარ მეტნაკლებად დაზღვეული ჰქონდათ სავარაუდოდ თავისი ფასი. ეს გამოჩნდა საშუალო ექსპორტის ფასში, ცოტათი უფრო მაღალი იყო 2.5 ცენტი დაჯდა. თურქეთში სავარაუდოდ ან წინასწარ ჰქონდათ შეთანხმებული, ან დღიურად ცოტა განსხვავებული ექსპორტები განახორციელეს. ეს არის მოცემულობა საკმაოდ საინტერესო მაისისთვისთვის, რაც გამოდის, რომ ანუ ექსპორტი დაკლებული არის, ამავდროულად, როდესაც ქვეყანაში არის ხოლმე სიჭარბე, ანუ მაისის თვე ზოგადად სიჭარბის თვე იყო, ადგილობრივად იგივე ელექტროსისტემას მოუწია გენერაციის მცირედი შეზღუდვა. ეს შეზღუდვა რას ნიშნავს? როდესაც არ არის საკმარისი მოთხოვნა და არ გვაქვს იმის საშუალება, რომ დავაგროვოთ ელექტროენერგია, არ გვაქვს საკმარისი რაოდენობით დამაგროვებელი ბატარეები, ან რეზერვუარიანი ჰიდროსადგურები, რომ წყალი დავაგროვოთ. ამ ორი მოცემულობის ფარგლებში მოუწია ელექტროსისტემას, რომ გარკვეული გენერაცია შეეზღუდვა. ფიზიკურად ვერსად არ იყო მოთხოვნა და ამიტომ მოუწია მას, რომ ეს გენერაცია შეეზღუდა. ჩვენი ინფორმაციით ეს არ იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი რაოდენობა, თუმცა ეს არის პრეცედენტი, რომელიც ცოტა დეველოპერებისთვის ახალ კითხვებს იწვევს და მე მგონი წინა გადაცემაზე ამაზე ვისაუბროთ კიდეც, რატომ არის ეს კითხვა. და ეხლა აი ამ მაისმა გამოაჩინა, რომ ეს კითხვა და ეს რისკი თუ საშიშროება რეალური არის. ხო, კონკრეტული ფაქტია ამ შემთხვევაში. მართალია ხა თურქეთის ბაზარზე ბევრი გარემოება დაემთხვა ერთმანეთს, ხო? ერთი არის, რომ მზის სადგურები ააშენა თურქეთმა ინტენსიურად. მეორე არის, რომ ძალიან კარგი ჰიდროლოგიური წელი დაემთხვა თურქეთს. და მაისში იყო გარკვეული დასვენების დღეები ამ ქვეყანაში და ამ ყველაფრის ერთობლიობამ გამოიწვია ზუსტად ის, რომ იქაური ფასი იყო დაკლებული. ხა ეს გრძელვადაში გაგრძელდება თუ არა ესე, ვერ ვიტყვით, თუმცა ანუ მზის სადგურების ფაქტორი შენარჩუნდება, ჰიდროლოგია სეზონური არის და ალბათ ეს ფაქტორი ვერ შენარჩუნდება. მოხმარებაც ჩვენი მოლოდინით თურქეთში გაიზრდება. ანუ ალბათ გაიზრდება ფასები მომავალში და გრძელვადიანად, მაგრამ რაღაც წლების განმავლობაში მოლოდინი რო იყო, რომ 9 ცენტი იქნება თურქეთში ფასი, მაგას ნიშნავს ვერ დაუბრუნდება. კი ბატონო, ხო, ცხადია თურქეთს თავისი სტრატეგია აქვს და შესაბამისად ამ სტრატეგიით მოქმედებს, ანუ იგივე მზის პანელები იქნება ეს თუ პირობითად სხვა მიმართულება და ჩვენ აქ მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აი ამ მაგალითებიდან გამომდინარე ჩვენი, ასე ვთქვათ, ჩვენი პოლიტიკა უზრუნველყოთ, რომ ნაკლებად ვიყოთ ამ შემთხვევაში დამოკიდებული იმაზე, თუ რა იქნება თურქეთში. ამ კუთხით აუცილებლად მინდა გკითხოთ, როდესაც ჩვენ საუბრობთ საექსპორტო ნაწილზე, ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოხმარება. მოხმარების თვალსაზრისით როგორი ვითარებაა? საქართველოში მოხმარება მზარდი არის. მაისში იყო 3.6% ზრდა და მთლიან 5 თვის საშუალოდ თუ სწორედ მახსოვს 6% იყო. აქაც იმიტომ რომ იანვარ-თებერვალში გქონდა მაღალი ზრდები, საკმაოდ ცივი ზამთარი დაგვემთხვა წელს. და ახლა ეს პრინციპში ჩვენ წლის განმავლობაში გრძელვადიანად უყურებთ, რომ სადღაც 3.5% იქნება მოხმარების ზრდა. წელს ცოტა მეტი არის მთლიანობაში რო ავიღოთ. გამოჩნდება ხა ზაფხული რამდენად ცხელი იქნება კონდიციონერების მოხმარება როგორი იქნება. მაგრამ ალბათ 4-5%-ის ნიშნულში მაინც შენარჩუნდება წლის ბოლომდე მოხმარების ზრდა. ჯამოთ ეკონომიკური ზრდის პარალელურადაც გარკვეული ტიპის და ამავდროულად ყოველთვის ანუ მთლიანში და პროდუქტის ზრდა ფაქტიურად მაღალ კორელაციაში არის და ერთმანეთს უკავშირდება. აუცილებლად მინდა გითხოთ, როდესაც მოხმარებაზე ვსაუბრობთ, ასევე გენერაციის ჭრილზე ხახსენეთ დეფიციტური თვეები, საკმაოდ ბევრი და მაშინ როცა ჩვენ საექსპორტო ნაწილზე ვსაუბრობთ, ძირითადად აი ხა სწორედ ქარის ნაწილს ვადევნებთ თვალყურს. უბრალოდ კადრებს. ერთი საინტერესო ნაწილი რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ იგივე სიჭარბეზე, ამ შემთხვევაში საუბარი უფრო მეტად ჰესების, ანუ ჰიდროს ნაწილში გამომუშავებულზე მათ შორის. აი დეფიციტის შემთხვევაში აი რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თქვა ამ კუთხით იგივე ქარის შემთხვევას, იგივე მზის შემთხვევას იმისთვის რომ დეფიციტი უფრო მეტად იქნას, ასე ვთქვათ, მართული, დაბალანსებული, შემცირებული უფრო. ჩვენ ერთ-ერთი დიდი კვლევის ფარგლებში შევხედეთ
აი ეს დეფიციტური თვეები, რა შევადაროთ პროფიციტულ თვეებს გენერაციაში, ვის უკეთესი პროფილი აქვს. და ჩვენ გვიჩვენს, რომ სადღაც 64-65% აქვს ქარის სადგურებს ამ 8 თვეზე, როცა მზის დამოდინებაზე ჰიდროებს აქვს 60% და რეზერვუარიან ჰიდროსადგურებს აქვს 65-66%. ანუ ყველაზე კარგი მოცემულობა აქვს რეზერვუარიან ჰიდროსადგურებს, რომელსაც თავისი გამოწვევები აქვს, თუმცა სისტემისთვის, ზამთრის დეფიციტისთვის, დღეღამური დეფიციტისთვის ყველაზე საუკეთესო სადგურები არის. მერე მოდის ქარის სადგური სეზონური დეფიციტისთვის და მხოლოდ შემდგომ მოდინებაზე ჰიდრო და მზის სადგურები. ეს ტექნიკური საჭიროებით რო ახსნათ, თორე რა თქმა უნდა, ყველა ტიპის სადგური საჭიროა გენერაციისთვის და სხვა გარემოებებისთვის. უბრალოდ მე ხა ჩამოთვალე რიგითობა ზამთრის დეფიციტისთვის, სისტემის მდგრადობისთვის რა პრიორიტეტები არსებობს. რეზერვუარებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ კუთხით და ქარს, რა თქმა უნდა. რეზერვუარიანებს ზამთრის დეფიციტის შევსება შეუძლიათ და დღეღამური დეფიციტის შევსება შეუძლიათ. ეს წინაზე კარგად ახსენეთ, ან მზის სადგურები დღისით რო გვაძლევენ გენერაციას, ღამით ვიღაცამ უნდა შეავსოს და იდეალური კომბინაცია არის რეზერვუარიანი ჰიდრო და მზის სადგური. როდესაც მზე არის მაღალი, მაშინ რეზერვუარიანი ჰიდრო არ მუშაობს და აგროვებს წყალს და ღამე გამოუშვებს. ეს არის იდეალური კომბინაცია. უბრალოდ რეზერვუარიანი ჰიდროს თავის გამოწვევები აქვს, იგივე გარემოზე დაცვის ზემოქმედება, იგივე ისეთი ადგილის მოძებნა, სადაც მოსახლეობასთან შეხება არ ექნება. აი ხა საქართველოს ესე არის განშანებული, რომ დინარეების გარშემო არის ყველა სოფელი დასახლება თუ ასე შემდეგ და ამიტომ რთული არის ეგეთი ადგილის პოვნა, სადაც რაღაცა stakeholderები თუ დაინტერესებული პირები იქნებიან შედარებით ცოტა და ნაკლები გავლენა ექნება თუნდაც სოციალურ მხარეს. კი ბატონო, მაგრამ აუცილებლად მინდა გკითხოთ ამ ნაწილს შორის ძალიან დიდი ოპტიმიზმით უყურებ ქარის რესურსებს ამ თვალსაზრისით და ძალიან მიხარია რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო აქტიურად ვითარდება. სულ მახსენდება რომ ცენტრალურ მაგისტრალზე მიმოვალ გზაზე მხოლოდ თავიდან ერთი ნაწილი იყო ეს მრავლდებიან. თუმცა ახლა ვხედავთ დიახ ეს დინამიკა უკვე თვალსაჩინია. აუცილებლად მინდა გკითხოთ ახლა ჩვენ თურქეთი ვახსენეთ და თქოს ძირითადი აქცენტი თურქეთზე გავაკეთეთ თქვა ამ შემთხვევაში საუბრობს დროს, მაგრამ ზოგადად როცა ვსაუბრობთ ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის საკითხზე, ჯამში როგორია ამ კუთხით დინამიკა არა მხოლოდ თურქეთთან მიმართებაში, აი საქართველოს რეალობა რომ ავიღოთ ელექტროენერგიის ჭრილში. ჩვენ ახლა იმპორტს ვახორციელებთ აზერბაიჯანიდან და თურქეთი არის ძირითადი საექსპორტო ბაზარი, თუმცა გაგვქონდა ხოლმე გარკვეულ წლებში სომხეთშიც და უბრალოდ ხარ რუსეთს და აზერბაიჯანს თავისი ენერგიაც ისეთ ფასად აქვს, რომ ჩვენი ენერგია არ უნდა თორე შეგვიძლია ფიზიკურად გატანა და შავ ზღვის კაბელი როდესაც გაეშვება მაშინ შესაძლებლობა გვექნება რომ გავიტანოთ ევროპის მიმართულებითაც. ანუ შესაძლებელია რომ ფასი ვთქვათ უფრო უკეთესი იყოს გარკვეულ შემთხვევაში თუნდაც როცა ვსაუბრობთ ამ კუთხით თუ არის რაიმე მოლოდინები და დაკვირვება უბრალოდ ეს რა თქმა უნდა თურქეთის ფასიდან გამომდინარე იმისთვის კეთდება ეს შავ ზღვის კაბელი რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია მოხდეს და ევროკავშირში შედარებით მაღალი ფასები არის განსაკუთრებით ენერგეტიკული კრიზისის პერიოდში ძალიან მაღლა იყო ფასები ასული, სამჯერად ხშირ უფრო ძვირი იყო ვიდრე იქამდე პერიოდში და ამიტომ ეს ხაზი გახდა იმ მხარისთვისაც საინტერესო. და ევროპამაც უკვე Project of Mutual Interest PMI მისცა, რაც ნიშნავს, რომ ისინიც დაინტერესებულები არიან, რომ ეს ხაზი აშენდეს. ისინიც დაინტერესებულები არიან, ისინიც გამოყოფენ იაფიან რესურსს, დაფინანსების სახით იქნება თუ გრანტის სახით და ანუ ჩვენ ვართ უკვე შეგვიძლია, რომ ეს პროექტი იმათ დაფინანსებაზე შევიტანოთ. ეს ნიშნავს, რომ მათაც აქვთ ინტერესი და ისინიც ხედავენ, რომ საქართველო არის მათთვის ენერგიის დივერსიფიკაციის საშუალება, გაიაფების საშუალება. იგივენაირად უყურებთ ჩვენს რომ ეს არის ბაზრების დივერსიფიკაციის და რაღაცნაირად ცოტა უფრო ისეთ ბაზრებზე გასვლის საშუალება. ეს არის ორმხრივი ინტერესი თქვა. ხო, ზუსტად ეგ სტატუსიც მოგცეს ორმხრივი ინტერესი. ხო, აქ აი მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია რომ ერთ მხრივ ჩვენი ამოცანა დეფიციტის შემცირება, მეორე მხრივ ექსპორტის სწორი მართვა, ვინაიდან სარგებლობა. ხო, ის რა განახლებად ენერგიას ეგ მოცემულობა აქვს რომ არის ძალიან სეზონური. ესეთი მოცემულობა არ არის არაგანახლებადებზე, გაზის სადგურებს და სხვა ტიპის სადგურებს ეგ არ აქვს, მაგრამ მთელი მსოფლიო გადასული არის განახლებადებზე და გვაქვს
დაუცველი ეს რესურსი და ამიტომ უნდა გამოვიყენოთ, ხო? ჰიდრორესურსიც გვაქვს, ქარის რესურსიც გვაქვს და მზის რესურსიც და ნუ გასაგებია რომ ზაფხულში მეტი მზი არის და მეტი წყალი არის და ამიტომ ამის უტილიზაციაც უნდა გავაკეთოთ. კი ბატონო, მარიამ, აუცილებლად მინდა გითხოთ, რეგულაციებთან დაკავშირებით, ბოლო რეგულაციებთან დაკავშირებით, რაიმე გვაქვს თუ არა ისეთი, რომელიც სექტორს დამატებით შეუწყობს ხელს, ან შესაძლებელია საჭირო იყოს ცვლილება, რომელიც კიდევ უფრო ვთქვათ ბუსტინგ დინამიკას გამოიწვევდა მეც. Ну, რაღაც ცვლილებები არის, მათ შორის ჩვენც გვქონდა მიმოხილვაში ნახსენები, ერთი ბარტერული შეთანხმება და მეორე ქსელის წესებში ცვლილება. ორივე ნაწილს რო შევეხოთ, ბარტერული შეთანხმება, ასე ვთქვათ, მოკლევადიანი ეფექტის არის, წლევანდელ წელს იქნება ამის გავლენა, რას გულისხმობს? როდესაც ვნახეთ, რომ ექსპორტის მსურველი ცოტა არის ქვეყანაში, სახელმწიფომ და კონკრეტულად ესკომ გააკეთა შეთანხმება თურქეთის მხარესთან და აკეთებს ელექტროენერგიის ექსპორტს, ოღონდ სანაცვლოდ ზამთრის პერიოდში თურქეთისგან გააკეთებს იმპორტს. ზუსტი პირობები რა გაცვლა ხდება, რა მოცულობებით არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ ეს იქნება სასარგებლო საქართველოსთვის, იმიტომ რომ ზამთრის ფაზი გვექნება დაზღვეული, ზამთრის სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბრის მოცულობები გვექნება დაზღვეული. თან ამავდროულად მაისში აღარ გამოვიდა, მაგრამ ივნის-ივლისში თუ მსურველები არ იქნებიან ექსპორტის, ესკო განახორციელებს ექსპორტს და გენერაციის ობიექტებს ნაკლებად მოუწევთ წყლის დაღურა თუ გენერაციის დაღურები, რომელიც ისეთი ტერმინია. ამ მოცულობისთვის კონკრეტულ ფასუხდის ესკო, ეს არ არის მათი რაღაცა მოსალოდნელი ფასი, ეს არის კონკრეტულად ენგურის ფასი 4 და რაღაცა. ანუ შედარებით იაფი რესურსი იქნება ქვეყნისთვის, თუმცა ალბათ გენერაციის ობიექტებმა ეს უნდა შეხედან, რომ ნოლს რაღაც თანხაც ურჩევ. კი ბატონო. და მეორე ნაწილი იყო ქსელის წესებში ცვლილება. ქსელის წესებში ცვლილება უფრო გრძელვადიანი ეფექტის მქონე არის და ეს არის აი წინასაც ვახსენეთ, რომ მთავრობა აკეთებს მოწესრიგებას პროცედურების და ამის კიდევ ერთი ნაბიჯი არის. ანუ მემორანდუმი რო ფორმდება ინვესტორთან, ახლა მხოლოდ შემდგომ მოხდება ქსელის დარეზერვება, ასე ვთქვათ. თორემ ეს პროცესი იყო ერთმანეთთან აღრეული. ზოგი ინვესტორი იყო, რომელსაც ქსელი ჰქონდა დაჯავშნილი, ასე ვთქვათ, იმ პროცედურების მიხედვით, მაგრამ მემორანდუმი არ ეჭირა ხალხში. იყვნენ ინვესტორები, რომელსაც მემორანდუმი ჰქონდა და ქსელი არ ჰქონდა დაჯავშნილი და ესენი მე ერთმანეთში შეიძლება რაღაც გარიგებები შემგარიყო, რომელიც არაჯანსაღი არის ბაზრისთვის. ამიტომ პროცედურა გაიწერა ისე, როგორც უნდა იყოს, უფრო სწორად, ჯერ მიდის სამინისტროსგან თანხმობა პროექტის განხორციელებასა და მერე მიდის უკვე ამის შეტანა ქსელის განვითარების გეგმაში და ქსელის ქოსადგურის ზღვრებში. და ბოლოს აუცილებლად მინდა გითხოთ, როდებით შემდგომ შეფასება სამკუთხით და როგორია მოლოდინები ჯამში, იგივე აი გარკვეულწილად ამ შემთხვევაში თუნდაც პუბლიკაციის მიღბა, ხომ 5-6 თვის დაკვირვების წილში როგორია მოლოდინები სექტორის. ჩვენ ყოველთვიურად ვაქვეყნებთ ჩვენს მიმოხილვას, ვცდილობთ რომ 20 რიცხვს დავუმიზნოთ. და 20 ივლისს ველით. კი ბატონო. ჩამინერეთ. აუცილებლად მაგიტომ მკითხეთ, რომ შემდგომი გადაცემის ჩამიშნა ხა პროდიუსერიც გვისმენს. ესე იგი, ეხლა მთლიანი წლის მოლოდინებს მეტნაკლებად ვისაუბრეთ, ველოდებით რომ მოხმარება სადღაც 4-5%-ის ნიშნულში განიზრდება, ამას კიდე აჩვენებს ეკონომიკური ზრდა და კლიმატური პირობები. გენერაციის ნაწილში მიუხედავად იმისა, რომ ჰიდროსადგურებში ეხლა ჩვენ გვაქვს 9%-იანი ჩამორჩენა, მე მაინც მგონია, რომ ეს წლის ბოლომდე მინიმუმ განულდება. პირველ რიგში, იმიტომ რომ იმის გამო, რომ წელს შედარებით ნაკლებ გენერაციაზე მუშაობს, თუნდაც ენგური მოახერხებს რაღაც რეზერვების დაგროვებას და ამიტომ გონია, რომ ეს -9% წლის ბოლომდე არ შენარჩუნდება და აბა -0-მდე მაინც. თბოსადგურების და იმპორტის ნაწილს რაც შეეხება, წელს იანვარ-თებერვალის საკმაოდ მძიმე გვქონდა და ამიტომ ალბათ თბოსადგურების და იმპორტის წილი ის 26-28%-ის ნიშნულში იქნება. ისევე როგორც წინა წლებში, ალბათ 1-2%-ით უფრო მეტი. ანუ მიუხედავად იმისა, რომ მაისი გვაქვს ისეთი, რომ დაურებზე ვლაპარაკობთ, მაინც მთლიანი წლის ჭრილში იმპორტდამოკიდებულება 28% ალბათ გვექნება. კი ბატონო, ხო, ეს რეალობა გვაქვს, რომელიც შეგვიძლია კიდევ უფრო უკეთესად მარტო თავნაწილში და ყოველთვის კიდევ ერთხელ ძალიან
ყურადღებით ვაკვირდები და მადლობა მინდა გადაგიხადოთ ძალიან საინტერესო კვლევების და პუბლიკაციებისთვის. კალთის შემთხვევაში ამ მიმართულებით და არა მხოლოდ ამ მიმართულებით, ხა ჩვენ ენერგეტიკაზე ვსაუბრობთ, თორე ფანტასტიკური ახლა საუბარი უძრავქონებაზე და ასე შემდეგ ყველა ნაწილში, რომელსაც გალთი ისეთ კვალიფიციურად და უხვად გვამარაგებს. მადლობა მარიამ, კიდევ ერთხელ ჩავინიშნეთ ივლისში კიდევ ერთი სტუმრობა, რატო შევაფასოთ უკვე. თქო, 6 თვის შეფასების საშუალებას. უფრო კარგად დაჭამდება ამ ნაწილში. ნახევარი წელი. კი, აუცილებლად. Business Insider კი დღეს ამით დასრულებულია ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე Business Insider-ი, მე კი ორ შაბათამდე გემშვიდობებით.